მოკლედ მივდივართ იქით. მოვძებნოთ დიდი ხე, რაც არის წაბლი, რომ მოვხიბოთ. აქეთ. რამდენია? აუ, აქეთაც შეხედეთ. რამდენია წაბლი. ამის შიგნით არის წაბლი. აქ უკვე ამოღებულია, გახსნილია. აი ნახეთ რამდენია. ამას ფეხით დააბიჯო მორჩა რა. ამსებივით აქ. ესევე შეხედავთ ზღარბს გავს. ნახეთ. მე დაარამე. ხო მე. ნახე როგორ ამოაქვს ბებია ჩუხით. წაბლი. შეგერტოს. მე მაშიდეოს, მაგრამ ეს არ ვიცი რამდენად უარგა. აი, ჩანს თქვენ. ვიდა. ჩემი პირველი ამოღებული წაბლი. ახლა კიდევ ჩემი პირველი წაბლი. ჩავაგდო. პიტესა. ქვია მდინარე და ახლა ვიყავთ რომ ნახოთ. და გადავიღებ ხო? მოვდივარ. არ გადავარდე? პროსტა შეხედეთ სად მოვედი. აი ნახეთ. შეხედეთ. მოვდივარ. შეხედეთ. ჯოხით ვარ ისე გასვლაკ. ვაუ. შეხედეთ. აი თავგადა. სავალი ხარ თუ შემიფე. ჰა. რა აბა? არა. ვაუ. შეხედეთ. ჩვეულებრივი ოაზისია. და აქ მდინარე. კარი მდინარე. ესე გადის. აი ასე. მაგარია. და სიმწვანე. ჩემკენ ესეთი არ არის აქ არის და ძალიან მაგარია. ესე. აქ თევზაობენ ხოლმე და რაღაცები. დამტავიდეთ. ნახე. ჩვეულებრივი ტყეა. ცოტა გია, აი მე. შეხედეთ. ცოტა საშიშიც გენახეთ. რა ქვე სახლიც არის სახლები და რავი, რაღაცას გამოვედი. ხო. დამაზაზა. მოვიდა. ეს რაღაც არის სილამაზე ძალიან. ნახეთ. აი მდინარე იქ არის და როგორ არის ჩაფლული სიმწვანეში. ხო საოცრებაა. ხედეთ დაეცა ის ჩამოვარდა და აი ეს და ნახე. ბებოცა ესე აგროვებდა წაბლს, ეცობდა და ჯოხი დამოქონდა. ესე ჩვენი შეგროვილი წაბლი, ძალიან გემრიელი სხვათა შორის. ბებო, წაბლი ამის მეტი არ იყო? წაბლი ამის მეტი. და კიდევ არის თურმე. არა, უბრალოდ ვიღებ რომ გუშინ რო შევაგროვოთ. სხვა შორის გემრიელი ყოფილა. გამარჯობა ჩემოწყვილებო, მოკლედ როგორც ხედავთ დღეს ჩვენთან წვიმიანი ამინდია უკვე რაღაც მეორე დღეა. გადაუღებლად წვიმს, ჭექაქუხილიც იყო, შუქიც არ გქონდა ერთი დღე. მოკლედ ესეთი სიცივე და მოხუშული ამინდებია. რაც მე ძალიან არ მიყვარს, ხასიათით საკმაოდ მოქმედებს უარყოფითად, ალბათ არავის არ გვიყვარს ესეთი ამინდები. ბაბუჩიმი ამბობს, რომ ესეთი ამინდები იმიტომ არის, რომ შემოდგომას ვემშვიდობებითო და ზამთარში გადავდივართ და ამიტომ ესეთი ამინდები აუცილებელიც კი არისო, მაგრამ ხვალიდან უკვე კარგი ამინდებია, ამინდის პროგნოზში გამოცხადებული და იმედი მაქვს, რომ გამოიდარებს. თუმცა წვიმასაც აქვს თავისებური ხიბლი. ჩაწვევები წიგს წაიკითხა, ფილმს უყურებ, ჩაის დალეული მიან, ჩაის ყველი შემოვიდა და რაღაც მეც ვაკეთებ ხოლმე ეგრე, მაგრამ კარგ ამინს მაინც არაფერი ჯობია ჩემი აზრით. და ჩვენ ხარ როგორ გამოიყურება ჩემი ეზო ნაწვიმაში. აი ასე მღუშუოდ გამოიყურება ქავრობა. წვიმარი. ხედავთ ხომ? ეტყობა ყველაფერს რომ წვიმარია. ეს ყველაფერი როგორი სველია. так დამოდი. აუ ჩვენი ვაშლის გახმა. ეს გადაღება მინდა ჩემი ბაჩუჩობით გამოვედი. და იმედი მაქვს
არ დამისვლდება ფეხები. თორე იქ ძალიან ცუდი იქნება ეხლა. უცით არ მაწყობს ეგ ფაქტი. ხაკ როგორ შევიდე? ამ ბაჭუჩით. აი ამ წვიმაში სიარული ვის გაუგია. მაგრამ ნორმალური რო არ იქნები ადამიანი. რაღაცა ფერებს ვერ აღიქვამს თუ რა ხდება. ხილის მოწყვეტა მიდიდა, მაგრამ ნაწვიმაში ვერ შევჭამტყუიყოთ. როგორი მორებულია. ხოდა ხო, კარგი ამით თუ იქნება, ერთად დავკრიფოთ. ხოთა შორის ეს იქნება შემოდგომის ბოლო ვლოგი. წელს, იმიტომ რომ მალე უკვე ახალი წელიც მოგვიახლოვდება. სახალხო ვლოგებსაც დავიწყებ. მანამდე კიდე 1-2 ვლოგის იდეა მაქვს, კიდევ ერთი შოპინგი გვალისწინ და მთელი ამბები და რა ვიცი. ამიტომ აუცილებლად გამიწერეთ ჩემი არხი თუ ეგ არ გაიკეთებიათ. მოკლედ ახალი გაზის საწმინდით ტესტავთ, რომელიც ვიყიდეთ და საკმაოდ კარგია. აი ეს გამოიყურება ხა ეს გაზი. ხა გავაკეთეთ საწმინდით და მაგიტოა ეგეთი ხალხო ხო და ხა გავწმინდოთ. მაჩვენე რითი აი ეს. აქამდე რითი წმინდავდი? თან კომეტით. და ეს ჩემმა მეგობარმა მირჩია რომ ამით წმინდავდა კარგიაო და აი ამით გავწმინდავთ ხა. ასხი. ამას ხელთათმანებით გაწმინდაო მითხრათ სირამ. იმიტომ რომ ძლიერიაო საკმაოდ. და ასე გესხარ. ხო, ცოტა ხანი უნდა სასიამოვნოს უნდა ძალიან სხვათა შორის. რაღაც ყვავილის ნაცნობის უნდა ძალიან. რაღაც ყვავილის უნდას მახსენებს, ცოტა ხანი უნდა დაელოდოთ და გაჩვენებთ ბოლომდე როგორ გაიწმინდება ეს გაზი. ხო. ძალიან კარგად წმინდავს სხვათა შორის აი ეს. აი ხელთათმანით უნდა გაწმინდო, ვინ მიჯერებს. კაპტება ძალიან. და ძალიან კარგად წმინდავს საბოლოოში ეგრეც რა თქმა უნდა გაჩვენებთ. საბოლოოდ ესეთი გამოვიდა, აი აქ ძალიან ჩამდიდარ ისინი არ ცილდება და არ ვიცით მაგას რა უყოთ. ეს კამფორები გამოსაცვლელია და ნუ არ შემჩნიათ. და ეს ვისთია. I've been trying to call. I've been on my own for long enough. Maybe you can show me how to love. Maybe I'm going through withdrawals. You don't even have to do too much. You can turn me on with just a touch, baby. I look around and since city's cold and empty, no one's around to judge me. I can see clearly when you're gone. And I said, ooh, I'm blinded by the lights. No, I can't sleep until I feel your touch. I said. გამარჯობათ, მოკლედ შევდაგებრუნდით დღე მეორე. რაიმედი მქონდა რომ კარგი ამინდი იქნებოდა, მაგრამ ნუ რას უკაცრავ თო ამინდმა. ამინდის პროგნოზსაც ვერ ენდობი ადამიანი. არა და კარგი ამინდი იყო გამოცხადებული. ჯანდაბა. კარგი ამინდია ხა ეს. კარგი ამინდია, ბები. სად არის რაღაცა? აქ იყო ბებია. ფეიხო საკროვებს. მოდი საკეთ შევიდეთ. აქ ცოტა ხონძენი ებას შეხედეთ. ყურძენი გაჩვენებთ. შეხედეთ ესეც როგორ გაყვეთილებულა შემოდგომის ფერებში. ხედავთ ხო? ცოტა ყურძენი ება, მაგრამ აღარ შერჩა და აქვეა პიტნა. შეხედეთ. გიჟდები პიტნაზე. კატები რა თქმა უნდა ყუთში დამყვებიან. ვაჭამი, მაგრამ არ ვიცი რა უნდათ. ვეძებდი და აი თურმესად ხიკავს. ეხლა ნახეთ რამდენი წითელი ბალახით ყვავილია. მოვედი. საკმაოდ შეგიგროვებია. იქაც ბევრია ჩამოყრილი თითო მხარეს იცი. ნახეთ ბებორას ეკეთებს. თავში არ დამიცეს. ნახეთ. ფერთხავს და მე ხიკავს. ой.
ვედრაში ჩახედე და ის გადავუყე ვედრა. გადაუღე უკვე მაგას. აი ნახეთ როგორ აბია. ეს მე ჩამოყარეს. ეს არა ეს პატარა ჯანი. ესეც გონი. ხო. და ჩამოვარდება ისინი მხოლოდ. ნახეთ ეს კარალიოკები. როგორი ყვითლები და ლამაზები. ჩინური არის ის ბოლოს როა იქანე კაი. რომელი ესაა მეორე? ეს ჩინური. ჩინ. ჩინურია იმა. შავი როა შიგნით? ის კაია, ახლა კიდევ კაი საქმეა. აი ეს ხო, მიქა. შეხედეთ როგორი ლამაზებია. არ ვიცი როგორ ჩანს ფერი, მაგრამ ძალიან ლამაზი ფერი. ცოტა შემოდგომის. ნახეთ. ეს ბევრი გვაქვს ხოთაშორის. აი ესეც და ესეც. ყველაზე დიდი რომელიც არის. ოკეჩაც არის ერთი. შავი უკან. მაგარია ძა. ამის მოწყოდაც შეიძლება. არ ვიცი მე რამდენად მივწოდები, მაგრამ აი, ნახეთ. მიმდინარეობს საშემოდგომო საქმეები. და შემოდგომაც მთავრდება. ხობებია. ხო. ბოლო შემოდგომის პერიოდებია ეხლა და რატო იმდენ მარიციან შემოდგომა თავი? კი ციანია, მაგრამ გადავწყვეტა რომ წლევანდელი წლის ბოლო შემოდგომის ვიდეო გადამეღო. და მაგიტომ ვიღებ. აქთან ფლომაზე ჩანს ნახეთ ეს ხე როგორი ლამაზია. გიშდები. ისი ხე კი არ ვიცი. მაგრამ ძალიან ლამაზია. ვეჩვათ. რაიმე, ეს პისო დღეს კოჩი დამყვება მთელი დღეა. ნეტავ რა ხდება? პისო. რა ხდება? სუფთავდები? ჰეი. დითავა. არ პიჭი, ჩვენი პიჭი. ეს ერთი პიჭი და ული გოგო მყავს. შახსი. აი ისინიც მოვიდნენ. ხო. კატები არ მიყვარდა, მაგრამ რაღაც ამათ მერე შემიყვარდა. პიჭო. აი ეს ორი ვერ იტანს ერთმანეთს, ეს არა. მეორე პატარა რომ მყავს აი ესეთი და ეს. ერთმანეთს ვერ იტანენ. შეხედეთ როგორი. მოკლედ შემოტკბილებო და საყვარლებო როგორ ხართ? იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ კარგად უკან ჩანს იმედი მაქვს როგორ ანათებს. მოკლედ ყველას ხამე გარეთ გაჩვენებთ ხამ. ნახეთ. გქნილა გარეთ. ხამე უკვე ჩვენთან აი ეს ხამე გვაქვს. ძალიან ლამაზი მე თუ მკითხავთ, აი. ნახეთ. აი განათებით უფრო ლამაზი დაგექმება. არც ისე ძალიან გრივა ესეა. ქაურობა. ლამაზია. უკვე გადავწყვეტე რომ ამ წლის შემოდგომის ბოლო ვლოგი გადამეღო თქვენთვის, რადგან შემოდგომას ამ თვამშვიდობებით, მე ვმშვიდობები ამ წლის შემოდგომას და უკვე პაქტიურად დაიწყო ზამთარი. ყველა კუთხით ამინდსაც დაიწყო ეს ყველაფერი. განწყობასაც იცით ამ პერიოდში ცოტა დეპრესია ადამიანებში იმატებს ხოლმე და მე შემომიტია, მაგრამ თავისუფლებას არ ვაძლევ. ეგეთ რაღაცებს რომ მივეძალო, ძალიან კარგია. კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო ვლოგი მინდა წინ შემოგთავაზოთ. კიდევ ერთი შოპინგი გელით, კიდევ ჩემი ლეპტოპი ჩამოვამალე, ეგეც თქვენთან ერთად განვიხილავ, რამელი აუჩიე ნახავთ და ასე შემდეგ. ბევრი ამ გველის ერთად წინ უნივერსიტეტის დაწყება პირველ დღეს რა თქმა უნდა თქვენთან ერთად გავატარებ და მთელი სამდაზის თქვენთან ერთად გავივლი. ისე მიხარია შემოდგომა რომ დამთავრდა, იმიტომ რომ ჩემთვის უსაყვარლესი პერიოდი მოდის ზამთარი, ახალი წელი, იმედი მაქვს რომ წელსაც იქნება თოვლი, როგორც გასულ წელს იყო თოვლი რამდენიმეჯერ. ჩემ ვიდეოებს თუ უყურებდით, ნახავდით კიდეც და ძალიან ბედნიერი ვიყავი მაგ ფაქტით. და არ ვიცი, დიდი იმედებით ვარ წლევანდელ ახალ წელთან ყოველთვის განსაკუთრებით მომზადები და წელს კიდევ უფრო განსაკუთრებით მომზადები. მეორედ შევხვდები უკვე თქვენთან ერთად ახალ წელს, რა მაგარია ხო?
უკვე მეორე ახალწელს ხსოვით ერთად და ნუ ვინც ძველი გამომწერები ხართ ისინი უფრო და ვინც ახლები ხართ პირველი ახალი წელი იქნება ერთად ძალიან მაგარია და ძალიან მახარებს მარცი თქვენ რომელი სეზონი გიყვართ აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და აი თქვენ როგორ ხართ შემოდგომის მიწურულს მე მაგალითად რაღაცნაირად შევდა მიდევს ხოლმე და მეტყობა კიდეც ხასიათი ცოტათი ალბათ არ ვიცი კიდევ რა მინდოდა თქვენთვის მე თქვა მკუშინ საღამოს უყურეს Squid Games ანუ კალმარის თამაშებს არ ვიცი Squid Games ქვია თუ კალმარის თამაში რა ვიცი როგორი წახით ვაპირებდი რომ არ მეყურებინა მაგრამ მინდა დამეყოლია ანუ ყველგან ეს იყო და მეთქი ჯანდაბას უნდა ვნახო რა არის ეგეთი თქო ჩემსაც დაგიზიარებთ რა ვიცი თუ ნახი გაქვთ არ ვიცი ალბათ ყველას ნახი აქვს უკვე საინტერესო ფილმი არა სერიალია საკმაოდ ისეთი ჩამთრევი ერთ დღეში ვუყურე ყველა სერიას მაგრამ ისეთიც არ იყო როგორც ამბობდნენ და რამხელა რეიტინგიც ჰქონდა ანუ სხვადასხვაგვარიც არ არის გასაგიჟებელი მაგრამ ცუდი არ არის ერთხელ საყურებლად ღირს ბევრი კითხვის ნიშანი დამიკროვდა ისე მაგ სერიალთან დაკავშირებით და ხო ბევრი სვარაუდი ვნახე და მეც იგივე ვფიქრობდი რომ ვნახე რომ აი ეს მოხუცი აი იმ ბიჭს რომ მას მოიგო მისი შვილი ხო არ არის თქო და აი ვიცი თქვენ თუ გაქვთ ნანახი თქვენი აზრით გამიზიარეთ მოლოდინებს გადააჭარბა ამ სერიალმა თუ პირიქით ანუ ჩემს შემთხვევაში მოლოდინებს არ გადააჭარბა უკეთესი მოლოდინი მქონდა და თუნდაც ეგეთი არ იყო თუმცა ეგ მაგ სტილის სერიალები და ფილმები ზოგადად ჩემ სტილი არც არის რავი არ მომწონს დიდად ეგეთი რა ფილმები და სერიალები არ ვიცი რაღაცნაირად არ ვიცი რატო არ ვიცი მე უფრო იცით როგორი უფრო სასიამოვნო სახალისო სათავგადასავლო უფრო ესთეტიკური შვიდი ხიარული უფრო ეგეთი ფილმები მიყვარს არა დაძაბული არა იმიტომ რომ ვფიქრობ რომ ფილმისგან სერიალისგან უნდა მივიღო მაქსიმალური სიამოვნება ხასიათი უნდა მაღლოს და არა პირიქით რაღაც ვერ ხვდები ხოლმე აი თუ დამძაბა ნერვები მომიშალა და მთელი დღე გამიჩნდა ეგეც რატო უნდა ვუყურო აი არ მესმის თუმცა არის ზოგი ადამიანი მე მყავს მეგობარი რომელიც ეს ფილმებს უყურებს აი ძალიან ღრმას და რაღაც ძალიან აზრიანს და მე რო ვუყურებ ხოლმე ათულად ხვდები ეგეთ ფილმებზე აი არ შემიძლია ანუ არ შემიძლია არ ვერ უყურებ ის რაც იწყო განსხვავებული გავნება გვაქვს საერთოდ და მაგრამ თვითონ იმდენად კარგად იცი რომ გემოვნება რომ ის რო ფილმს მირჩევს ხოლმე შანსი არ არის რომ არ მომეწონოს იმიტომ რომ იცის რა მომწონს ძალიან და ალბათ მეგობრობაც ზუსტად ეგ არის ხო და მოკლედ მინდა რომ ამით დაგემშვიდობოთ დავამშვიდობოთ შემოდგომას ამ წლის შემოდგომას მომავალ წლამდე და რავი მგონი უკვე ზამთარი დაიწყო ყველასთვის და დიდი იმედებით მაქვს რომ ეს ზამთარი იქნება ძალიან კარგი შემოდგომა ის არ იყო კარგი საერთოდ მოდი ვაღიარებ არ იყო საერთოდ დადებითი ეს შემოდგომა არ და შემოდგომა ძალიან მიყვარს მაგრამ იმედი მაქვს რომ ზამთარი იქნება ძალიან კარგი და ახალი წელი იქნება ძალიან მაგარი ახალი წელი თითქმის მოახლოვდა უკვე დიდი არაფერი არ დარჩა თან მე რამდენიმე თვით ადრე მიხარია ხოლმე ყოველთვის და მეპარება ახალი წლის რეამული და ერთად ვნახოთ ყველაფერი მე ამით გემშვიდობებით ბედნიერ ნუ დღეს გისურვებთ იმიტომ რომ ამ ვიდეოს თქვენ დილით ნახავთ მაგრამ მე ამ ვიდეოს უკვე საღამოს ვწერ თქვენთვის რამდენიმე დღე ვიყებდი ამ ვიდეოს და მონტაჟიც ძალიან გაიწელა იმიტომ რომ ადვილი არ არის ვამონტაჟებ ვიდეოს ვიღებ ვიდეოს ეს ყველაფერი არც ისე ადვილია ამიტომ ცოტა დღეს მოითხოვს და მაპატიეთ რომ დამიგვიანდა ხო ასევე არ დაგავწეთ რომ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი თუ ჯერაც არ გაგიკეთებიათ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი აი ჩემი YouTube ანალიტიკის მიხედვით უყურებს ვიდეოებს სისტემატურად მაგრამ არხი გამოწერილი არ აქვს და ეგ ძალიან ცუდია და თუ გამოწერილი გაქვთ ჩემი YouTube არხი მაგრამ არ მყავხართ Instagram-ზე ძალიან გთხოვთ რომ Instagram-ზე შემომიერთდეთ კოსმიკა ხოვს ყოველს ძალიან მეყვარხართ და მოკლედ ნახვამდის ბევრი ვარ გამიგზავნდეს ახლა